გადაიხადა რამდენიც გინდა და გამოუცხადა სოლიდარობა და მხარდაჭერა სინდისის პატიმრის ვეფხია კასრაძის ოჯახს. ამ შინაარსის პოსტს ავრცელებს გამომცემლობა პალიტრაელი. აქციის ფარგლებში შემოთავაზებულია მიხეილ ჯავახიშვილის რომანი ჯაყოს ხიზნები. აქცია შესაძლებლობას გაძლევთ თქვენთვის მისაღებ და მისაწვდომ ფასად შეიძინოთ დიდი მწერლის უკვდავი ნაწარმოები და ამ გზით ქმედითი დახმარება გაუწიოთ და თქვენი მხარდაჭერა აჩვენოთ პატიმრობაში მყოფი სამშობლოს პატიმრის ოჯახს. თუ წიგნში 5 ლარზე ნაკლებს გადაიხდით, ოჯახს გადაერიცხება თანხის 10%, ხოლო თუ 5 ლარზე ზემოთ გადახდილი იქნება თანხა სრულად 100%-ით მათ გადაეცემათ. აქცია 24 იანვრიდან დაიწყო და ტირაჟი 60-მდე გაგრძელდება. აქციაში მონაწილეობისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბიბლუსის ნებისმიერ ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. ერთ მომხმარებელზე გაიცემა მხოლოდ ერთი წიგნი, ფასი 1 ლარიდან იწყება. გადაიხადეთ ის ფასი, რაც სამართლიანად მიგაჩნიათ ამ წიგნისთვის, წერს გამომცემლობა. ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელი კომპანია ნუტრიმაქსის მმართველი პარტნიორის ბექა ბექაიას ინფორმაციით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის და საგარეო კურსთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების გამო საქართველოში 10 მილიონი ევროს ჰოლანდიური ინვესტიცია ჩაიშალა. როგორც მან BMG TV-ს გადაცემა წერტილში განაცხადა, ნუტრიმაქსის ჰოლანდიელ პარტნიორს თბილისში საკვები დანამატების საწარმო უნდა აეშენებინა. TBC კაპიტალი დეკემბრის მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის მიხედვით TBC ბანკის არხებით ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა შემცირდა. აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის მიხედვით 2024 წლის დეკემბერში როგორც ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა, ისე უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად გაიზარდა, თუმცა მომხმარებლის დანახარჯების ზრდის ტემპი შენელდა. TBC არხებით განხორციელებული ჯამური უნაღდო დანახარჯები დეკემბერში წლიურად 15%-ით, უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა კი წლიურად 9%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც 2023 წლის დეკემბერში დანახარჯების წლიური ზრდა 20%, ტრანზაქციების კი 35% იყო. მომხმარებლის დეკემბრის დანახარჯების მიხედვით თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები დეკემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით გაიზარდა, ხოლო ახალი იპოთეკური სესხების მოცულობამ წლიურად უარყოფითი ზრდის ტემპი აჩვენა 23%-ით შემცირდა. ამასთან სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების წლიური 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ელექტრონიკაზე TBC ბანკების არხებით უნაღდო დანახარჯებმა 18%-იანი წლიური ზრდა შეადგინა. ავერსა და მოწყობილობებზე კი უნაღდო დანახარჯები გასულ წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა. მესტიაში მდებარე კაფე ლაილას დამფუძნებელი თამუნე ჯაფარიძე აცხადებს, რომ ევროპელი ტურისტის აზიელი თან სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ჩანაცვლება რთულია. ამის შესახებ მან BMG TV-ს გადაცემაში ქალების ნარატივი ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ბოლო 30 წელია ევროპისთვის ამზადებდნენ და ახლა ამ მიმართულებიდან გადახვევა ქვეყნისთვის მარტივი არ იქნება. ჯაფარიძის განმარტებით არაევროპულ ქვეყნებს სხვა მოთხოვნები და მიდგომები აქვთ, რომლებიცაც სექტორი მზად არ არის. მისივე ცნობით, ქვეყანა 2028 წლამდე კი არ უნდა დაისვენოს, არამედ ყოველდღიურად აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა საქართველოს ევროპული ოჯახის წევრი რამენაირად გახდეს.